განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა შერგელაშვილი ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მტკიცებულება და ნივთიერება უკვე გაანადგურა ან სამინისტროდან გადამალა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. შერგელაშვილის თქმით, BBC-ს ბევრად მეტი მტკიცებულება აქვს და ბრიტანული მაუწყებლის იურისტები მზად არიან საქმე ჰააგამდეც მიიტანონ. სპეცრაზმის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს იმასაც, რომ კასრი, რომელიც სუსმა ბრიფინგზე აჩვენა, 4-5 დეკემბრის ღამეს არ გამოუყენებიათ და ჭალში ბევრად საშიში ნაერთი შეურიეს. ხანძრის შედეგად განადგურებული ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად ახალი სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება. ამის შესახებ BMG ბაზრობის მფლობელ კომპანიაზე დაყრდნობით წერს. კომპანიის დირექტორის თქმით, მშენებლობას 12 თვე დასჭირდება. მანქანის მოპარვის მცდელობის ფაქტზე პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ვარშავაში მოხდა. ქართველი კაცი მაშინ დააკავეს, როცა ის დაახლოებით $41,000 ღირებულების ავტომობილის გატეხვას ცდილობდა. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დიდმა ბრიტანეთმა რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი დაასანქცირა. სანქციების სიაში მოხვდა ბლოგერი მიხაილ ზვინჩუკიც, რომელიც უკრაინაში ომის მომხრე ტელეგრამ არხებზე პოსტებს აქვეყნებს. მათ გარდა სანქციების სიაში შევიდა 5 იურიდიული პირი, მათ შორის ალექსანდრ დუგინის მიერ დაარსებული პროექტები.